ბათუმში მცხოვრების სოციალურად დაუცველი ოჯახი თებერვლისთვის ელექტროენერგიის ქვითარში არსებულ უზუსტობაზე საუბრობს. ანიკო პატარავა განმარტავს, რომ ნაცვლად 97 კილოვატისა, რომელიც თებერვალში მრიცხველმა დააფიქსირა, ქვითარში 100 კილოვატზე მეტია მითითებული, რაც განსხვავებულ უფრო მაღალ საგადასახადო ტარიფს ითვალისწინებს. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ენერგოკომპანიისგან მიღებული პასუხის თანახმად გადახდა 30 კალენდარული დღის მიხედვით ხდება. ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა მოქალაქეს განუმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ყოველი წლის თებერვალში იჩენს თავს, რადგან თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია ნებისმიერ შემთხვევაში 30 კალენდრულ დღეზე ნაწილდება. ანიკო პატარავა მოითხოვს გადასახადი მრიცხველზე დაფიქსირებული კილოვატ-საათების მიხედვით დაწესდეს. აღნიშნულ საკითხზე სემეკთან დაკავშირება დღეს შეუძლებელი აღმოჩნდა. დახარჯული მაქვს 97 კილოვატი-საათი. მიყენებულია ჩემი ტარიფი არ არის მიყენებული ჩემ დახარჯულ ელექტროენერგიაზე. არის 9.9 და გადახდი ჩემი ტარიფით არის ანგარიშები 12 და 98-ზე. დიდი განსხვავება არ არის 3 და 32 თეთრია, მაგრამ ეს ჩემთვის ფულია შვილო. ელექტროკილოვატ-საათი არ ამყავს იმდენზე, რომდენიც არ შემიძლია გადახდა. ვაკონტროლებ მე თვითონ და თვითონ შენ მე რატომ ახდიებ იმას, რაც არ დამიხარჯია. ასეთი მოდის.